მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მადლობა თითოეულ თქვენგანს თბილი კომენტარებისთვის, უკავშირისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ მატყობინებთ თქვენი უკავშირით, რამდენად რეზონირდა ესა თუ ის გაშლა და კვლავ მომწერეთ რა სახის გაშლები გსურთ, თემატიკა აირჩიეთ თქვენ და მეც შევეცდები ყველას თხოვნა დავაკმაყოფილო და დღესაც ერთ-ერთი ძალიან საყვარელი ჩემი მაყურებლის თხოვნით გავაკეთებ გაშლას თქვენი ადამიანის ცნობიერი და ქვეცნობიერზე. მან თხოვა მისი ქვეცნობიერი შეგვეცნო და მე გავაკეთებ მის ცნობიერს და ქვეცნობიერს. მაშასე, ნახოთ. თქვენი ადამიანის ცნობიერი პირველ რიგში რას ფიქრობს ცნობიერით, რას გრძნობს და რა სურს თქვენგან. მის ცნობიერი ფიქრობს, რას ფიქრობს, ძალიან იმედგაცრუებულია, ძალიან ნერვიულობს, ღელავს განიცდის რაღაცას, ძალიან დეპრესიული ფონი აქვს და მის რეალობაში ნამდვილად დეპრესიული ფონია, შეიძლება აი ამ დეპრესიის საფუძველზე ეს ადამიანი და მისი ცნობიერი ფხიზელ მდგომარეობაში არც იყოს და აი ამ სევდის გასაქარვებლად სასმელს და ღმერთმა ნუქნას სხვა რამესაც ეტანებოდეს, რომ ბურუსით მოიცვას თავისი რეალობა და რეალობას გაექცეს. ამ მიზნით შეიძლება არაფხიზელ მდგომარეობაშიც ხშირად იყოს ეს ადამიანი. ეს რა თქმა უნდა ყველასთან ასე არ არის, მაგრამ აქ ადამიანი ძალიან რთულ პერიოდს გადის, ნერვიულობს, ღელავს, სევდიანია, წარსულს მისჩერებია და მომავლისკენ არ სურს ამჟამად გახედვა. მისი გრძნობები. მისთვის ძალიან სტაბილური ქალბატონი იყავით, ალბათ თუ არ ხართ ურთიერთობაში, ვინც ხართ ურთიერთობაში, მაშინ სტაბილური ქალბატონი ხართ, ვინც დაცილებულები ხართ, შეიძლება ამ ადამიანს მეუღლე ყავდეს. რას გრძნობს? ძალიან დიდი ტკივილი აქვს ამ ადამიანს, ძალიან დიდი იმედგაცრუება, ღამეც კი არ აქვს ნორმალური ძილი, აი ამ ყველაფრის გამო, რაც გადაიტანეთ და გადაიტანა ალბათ ამ ადამიანმა, აქვს შფოთები, უძილო ღამეები, ფიქრები, სინანული, რომელიც არ ასვენებს და ახლა არის იმ პოზიციაში, როდესაც იარებს, იშუშებს და გადის ახლა რეაბილიტაციას. საკმაოდ მძიმე სურათია, რაც მე ახლა აქ დავინახე. რა სურს თქვენგან? სტაბილური ურთიერთობა სურს, მაგრამ რას გააკეთებს? კი, თქვენ ნამდვილად მისთვის მიუწვდომელი ვარსკვლავივით ხართ, რომ სადღაც რომ ანათებთ შორს და გზას უნათებთ. როდესაც თქვენზე ფიქრს იწყებს ეს ადამიანი, უნათდება ირგვლივ ყველაფერი, მაგრამ მე ისევ დეპრესიაში ვარდება, რადგან ისე არ მოხდა, როგორც მას სურდა. თქვენ ორივეს ტელეპათიური ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, შეიძლება ერთად არ იყოთ, მაგრამ გრძნობდეთ ემოციურად ერთმანეთს, ერთი და იგივე დროს იწყებდეთ ერთმანეთზე ფიქრს, ერთი და იგივე დროს აგზავნიდეთ ერთმანეთთან SMS,
სისმარშიც ერთდროულად ხედავდეთ ერთმანეთს, ამ ადამიანს სურს თქვენთან ძალიან სტრატეგიულად ნელი ნაბიჯით თქვენამდე მოსვლა, ოღონდ ეს ნაბიჯები უნდა იყოს აუცილებლად გათვლილი, ყოველ ნაბიჯს აწონ-დაწონის და შემდეგ გადმოდგავს თქვენკენ ნაბიჯს. ახლა კი მოდი ვნახოთ ამ ადამიანის ქვეცნობიერი, რასაც თვითონაც ვერ ხვდება თქვენთან მიმართებაში, ქვეცნობიერის ფიქრები მის ქვეცნობიერს ახლიდან სურს დაიწყოს ახალი გზით, ახალი მიმართულებით სურს სვლა თქვენკენ, მას სურს იყოს სტაბილური მამაკაცი თქვენთვის, რომელიც უზრუნველყოფთ ფინანსურად და საერთოდაც იქნება თქვენი მფარველი ამ ადამიანს. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ამ ადამიანის უკან დახევის, თუ ურთიერთობაში უკან დაიხია მამაკაცმა, ერთ-ერთი მიზეზი იყოს ან ოჯახი, რომელიც აქვს, ან ის, რომ ფინანსურად არ არის ძლიერი და მის ქვეცნობიერში არის ის, რომ მე არ ვარ ძლიერი, ასეთ ქალს მე ვერ მივცემ იმას, რასაც ის იმსახურებს და ეს მისი ქვეცნობიერი ამუხრუჭებს იმ მოქმედებებს, რომელიც მიგიყვანდათ ახალ საფეხურზე. ქვეცნობიერში რა სურს თქვენგან, რა სურს თქვენგან? მის ქვეცნობიერში არის დარჩენილია ის ბაზა, საფუძველი, საძირკველი, რომელზეც უნდა რომ ააშენოს ის სასახლე, რომელზეც ძალიან დიდი ხანი ოცნებობდა და ეს სასახლე გადატანითი მნიშვნელობით არის, რა თქმა უნდა, ამ სასახლეში მოიაზრება ის კომფორტი, რომელსაც შეუქმნის საყვარელი ქალი, საყვარელი ადამიანი და სადაც თავს იგრძნობს მშვიდად, მყუდროდ და ბედნიერად. ეს სასახლე არის მისი ბედნიერების გარანტი და იმის ქვეცნობიერში კვლავ არის საძირკველი, რაზეც მას სურს თავისი ძველი გამოცდილებით ააგოს ის თავისთვის ნანატრი სასახლე თუ კოშკი. მის ქვეცნობიერს სურს მოგცეთ ის, რაც აქამდე ვერ მოგცათ, აქამდე ქვეცნობიერში არის პატარა ბავშვი ისევ და მომენტებში რაღაც პასუხისმგებლობას გაურბის ქვეცნობიერით, მაგრამ მან იცის ქვეცნობიერში, რომ არის იქ რაღაც ბაზა, არის საფუძველი აქვს, დათესილი აქვს რაღაც, რაც ნამდვილად მოიტანს შედეგს და ელოდება მისი ქვეცნობიერი სწორედ იმ დროის დადგომას, როდესაც ის ჩათესილი თესლი ნიადაგში გაღვივდება და აღმოცენდება. ეს გახლავთ გაშლა, რომელიც თქვენ თხოვეთ. მადლობა ყველას, გელოდებით კომენტარებში და დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.